ბიძინა ივანიშვილს უარყოფითად აფასებს 59%. ანუ უარყოფით დამოკიდებულებაში და დადებით დამოკიდებულებაში სააკაშვილი უფრო ნაკლებ საფრთხეთ აღიქვება ქართული, ანუ ყოველ შემთხვევაში ამ კვლევების მიხედვით მოსახლეობისთვის, ვიდრე ივანიშვილი. მიუხედავად ამისა, შეუძლია თუ არა ისევ ამ კარტის გათამაშება ქართულ ოცნებას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ამ კვლევამ მე პირადად მაჩვენა შემდეგი რამ. დამარწმუნა თუ კიდევ ჭირდებოდა დარწმუნება რომ ქართულ ოცნებას ქართული ოცნების საკმარისი ხარდაჭერა დასრულებულია. არ დავემსგავსო იმ ადამიანს, ვინც იტყვის, ხარდაჭერი არ ყავს, არავინ არ ყავს, რაღაცა ხარდაჭერი ყავს, ხო? მაგრამ საკმარისი ხარდაჭერა იმისათვის, რომ მას შეინარჩუნოს ხელისუფლება, არ ყავს და ვეღარც ეყოლება და ვერც ვერანაირი message box-ი მოუტანს მათ წარმატებას, რომელ მგელზე და ვის მხრიდან გაჟღერებულ მგელი მოდის საუბარს უნდა მოყვეს შედეგი, მგელებიც არიან და კიდევ უფრო, რა ვიცი, საშიში ცხოველები, ეს ძველ საზეპიროში ჩარჩენილი აქვს რაღაცა message box-ი ბატონ ივანიშვილს და იქიდან უბრალოდ საუბრობს. ხო, მე გულახდილად ასევე მინდა ვთქვა, რომ თუ მაინდა-მაინც გვინდა რომ ორი სიტყვით ამაზე შევეხოთ, რომელიღაცა წინა კვლევა, მათ შორის ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევა გვიჩვენებდა რას, რომ გაცილებით ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ და ქართულ ოცნებაზე. 8%-ით მეტი მოსახლეობა საუბრობს, რომ არასოდეს ხმას არ მიცემ, ანუ ხარს არ დაუჭერ ქართულ ოცნებას, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას. გულახდილად გეუბნებით. ანუ კითხვაზე რომელი არის დამისახილად პარტია, რომელსაც ცხოვრებაში არასოდეს არცეთ ვითარებაში ხმას არ მიცემთ და 8%-ით მეტი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას სიმართლისათვის ასევე უნდა ითქვას, რომ 10%-ით უსწრებდით წინ. ანუ დაახლოებით 2 წლის წინ 10%-ით მეტი მოსახლეობა ამბობდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს არ მივცემ. და რა მოხდა? რაიმე ფოკუსი ჩავატარეთ. ამას ვამბობ ნიკა, ანუ ეს განწყობები იცვლება. იგივე ივანიშვილს დააკლდა, უარყოფითად აფასებდა, ესეც მეტია 39%, ეხლა 59% აფასებდა. ანუ ეს იქნება თუ არა ის მანიშნებელი რომ რა იქნება, რა უნდა ილაპარაკოს, რომ იცით რა, მე მეტი ფული უნდა მოვიპარო, ბიძინა ივანიშვილმა ეს უნდა თქვას, მე აღარ უნდა გავზარდო პენსია, მე ეკონომიკას არ გავაუმჯობესებ, მე არ ვიცი, მე სამუშაო ადგილებს არ შევქმნი, მე კორუფციას გავარღმავებ, ეს უნდა ილაპარაკოს, ეს ასე ითარგმნება უკვე დამატებით 100%-ით და არა, ასე ლაპარაკობს, ხო? ეს არის ძველი საზეპიროა, ეს ძალიან ხო და ეს ძველი საზეპირო გამოდგება ახლა არ გამოდგება და რო არ გამოდგა, არა, არ გამოდგა ბევრჯერ უკვე და არც ახლა რო რაღაც თვალსაზრისით გამოდგა. გეტყვით, ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი? ერთი რომ თუკი მაინდა-მაინც ამაზე გინდათ, ეხლა ვისაუბრო, ეხლა ჩანს, აი მონაცემებია ხელისგულზე დევს. ივანიშვილს რა აქვს ხარდაჭერა და ამ წუთის გომარებით და რა აქვს ხარდაჭერა ადამიანს, რომელიც ქვეყანაში არ არის, ამორჩევლისთვის ხელი არ ჩამოურთმევია. ეზოში არავის არ შესულა და არ უთქია რომ მინდა თქვენთან საუბარი. ქვეყანაში არის და მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის ასევე? თუ კარგი ხი არ უდგას ახლა. ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი. სახელმწიფო ინსტიტუტების ადმინ ნდობა არის პრაქტიკულად ნულოვანი, განადგურებულია. პოლიტიკური ფიგურების მოწონების რეიტინგი არის მე-3 და მე-4 მე-4 კიდევ ხარისხოვანი, როდესაც იმ პოლიტიკოსების ხელისუფლებას ინსტიტუტები ჩამოენგრევა და 64% მოსახლეობის ამბობს, რომ აღარ არსებობს ნდობა შენი ინსტიტუტების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ უკვე ხარ განწერული მარცხისთვის, იგივე მოხდა შევარდნაძის ხელისუფლების დროს, როდესაც ჩამოინგრა საბოლოოდ ნდობა ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოების მიმართ, ანუ ინსტიტუტების მიმართ და 2012 წელს ბოლოსკენ ვაღიაროთ საბოლოოდ ნდობა დაიკარგა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და დაემხო არჩევნებზე ხელისუფლება, ხო? იგივე რამ მოხდა. ეს არის ხალხო მნიშვნელოვანი ხუმრობა არის 64%, ამბობს რომ მთავრობას არ ვენდობიო და კიდევ უფრო მეტი ამბობს რომ პარლამენტში საერთოდ რა გისაქმება თუ საპარლამენტო რესპუბლიკაში ნდობა არ არის ამ უნიშნულოვანესი ინსტიტუტის მიმართ. ეს არის აქ ჩემის აზრით ლაკმუსის ქაღალდი და ეს არის რეალური სურათი თუ რა მდგომარეობაში აღმოაჩინა საკუთარი თავი ბიძინა ივანიშვილმა და ეხლა ივანიშვილმა რაც არ უნდა იძახოს, ეხლა სააკაშვილი მოვა, უგულავა მოვეს, დიახაც ხელისუფლებაში ჩვენ კი არ ბრუნდებით, უნდა გავიმარჯვოთ
დაბრუნება ნიშნავს, რომ ფარცხალაძე მოვიყვანოთ უკან. დაბრუნება ნიშნავს, რომ მურუსიძე მოვიყვანოთ ისევ და დაბრუნება ნიშნავს, რომ რა შეცდომაც დავუშვით, ის შეცდომა კვლავ დავუშვათ. და არა, 7 წელია ოპოზიციაში ვართ, ნამდვილად. და ძალიან კარგად ვიცი, ჩემ თავზე ყველამ ვიწვნიეთ რა არის უსამართლობა, ხო? და ნამდვილად არ მინდა მე იმ პოზიციაში ვიყო, რომ ვიღაცა წამოვაძახებიო ხელისუფლებაში მყოფ წამომაძახო, რომ აი შენ რო ერთ დროს ამას აპროტესტებდი, ეხლა როგორ იქცევი. ამის შესაძლებლობა საკუთარ თავს არც უნდა მივცეთ და არც არავინ მოგცემს. გულახდილად გეუბნებით რა. მე კახი კალაძესგან ეხლა უბრალოდ აი არ მინდა კეთრი ვიყო პერსონალურ შეფასებებში, მაგრამ იცით რატო არ მჯერა ამ ადამიანის? ადრე ვთქვი და გავიმეორებ. დიახაც მე იმ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვარ, რომლის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და რომელსაც ხმა არ მივეცი 2008 წელს. საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი ხმა არ მივეცი და მიხეილ სააკაშვილი მე ძალიან კარგად იცის, რომ მე მას როგორც რიგითმა მოქალაქემ ხარი არ დაუჭირე. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა რომ სწორი დასკვნები გააკეთა და მიხეილ სააკაშვილი რომ აკეთებს სწორ ასე ვთქვათ დასკვნებს მათ შორის პარტიის ფარგლებში სწორედ ჩემი პოზიციაც მეტყველებს. ხო ამაზე ეხა ადამიანი ვიყავი მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში, კაცო. და ეხლა ვარ მიხეილ სააკაშვილის პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. იპოდრომის აქციაზე ვარ ნამყოფი, აი 5 იანვარს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები იქ. რატომ? იმიტომ რომ ვიყავი, არ ვიცი, ახალგაზრდა ადამიანი, მქონდა უსამართლობის განცდა, რასაც რიგითი მოქალაქე, როგორც რიგითი ახალგაზრდა ვაპროტესტებდი მაშინ, ხო? ეხლა უბრალოდ მაგ მეტი შესაძლებლობა გაცილებით, რაც მაშინ არ მომწონდა. ეხლა უბრალოდ ხორცი შევასხა იმ პოზიტიურს და დავგმო მანკიერი პრაქტიკა, რომელიც არსებობდა. და მარტო ეს ისტორია არ ემეტყველებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს საკუთარ შეცდომებზე ჭკუა დასავლი. მე ხა რასაც ვამბობ, თქვენ გონიათ, რომ პირველად ყვები და ნაციონალურ მოძრაობაში არავინ არ იცის? რასაკვირველია, ყველა მიცეს ეს ამბავე. 10,000-ობით ადამიანი არის, ვინც ჩვენი ამორჩეველი და მათ შორის აქტიური წევრი გახდა უკვე 2016 წლის შემდეგ. საიდან გაიზარდა? 600,000 ხმა ავიღეთ ჩაშა პირველ ტურში, ხო? საიდან მოვიდა ეს ფები? როდესაც ამბობ ეს ნაციონალურ მოძრაობა და თქვენ ესაუბრებით 600,000 ადამიანს და მე 600,000 ადამიანის გარეშე ამ ქვეყანას წარმატება არ უწერია. ნაციონალური მოძრაობა კი არა. 600,000 ქართველი, 600,000 საქართველოს მოქალაქე. აი ეს გამოდია და ამბობ ეს ნაციონალური მოძრაობა, იცით და არც ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს. არ დარჩეს და არც ნაციონალური მოძრაობა უნდა დაბრუნდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დაბრუნება არ გვინდა რა. დაბრუნება გვინდა რომ შოთაძე უნდა დაბრუნდეს. შოთაძე რომელიც იყო ფინანსურ პოლიციაში მაღალი თანამდებობის პირი და ნაციონალური მოძრაობის მაისური დარბოდა. და ეს რა ქვია ჩინჩალაძეები და არ ვიცი 1000 რა ქვია პირი რომელიც დათულ სამსახურს უწევდა იმ ხელისუფლებას რომელსაც გიგიც წარმოადგენდა. ნამდვილად ასე იყო. და სწორედ ამიტომ მგონია რომ ხელისუფლება როდესაც შეიცვლება სამართლებრივი სისტემის რეფორმირების შემდეგ მათ შორის საშუალო რგოლის ადამიანებმაც უნდა აგონ შესაბამისი პასუხი და პასუხისმგებლობა დაეკისროთ. სხვა საკითხია როგორ და რანაირად ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, მაგრამ მოსამართლესაც არ უნდა შესჭეს. მურუსიძეს არ უნდა დაუტოვოთ განცდა, რომ ივანიშვილი რო ჩარჯდება თვითფინანსში და წავა აქედან ის გადმოვა ახალი ხელისუფლების გუნდში. ეს იქნება თუ რამე იქნება დამღუპველი, ეს იქნება რომელ რაღაცა ხელისუფლება არ უნდა დაბრუნდეს. ის ვიზეთ საუბრობენ, რაც არ მოწონდათ და ვინც არ მოწონდათ, ის დაბრუნებული კი არა 2016 წლიდან ქართულ ოცნებაშია, მეცნებოდა პარლამენტში რო შევდიოდი და სტომათა დარბაზში რო დავждდებოდი, გადავხედავდი 11 ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი ის და 2 მოწვევის პარლამენტის წევრი და მე მეუბნებოდნენ ნაციონალური მოძრაობა, აი, იმიტომ რომ მეტი სალაპარაკო არაფერი არ აქვს. კარგია, შოთაძე რო იტყვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიცია არ უნდა გაიმარჯვოს, მურუსიძე რო იტყვის, რომ არ უნდა გაიმარჯვოს, არ ვიცი რომ დინარაძე, კობახიძე და სხვები რო იტყვიან, ეს ჩვენ ცისკრიზე წყალს ასხამს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ რა თქმა უნდა დავანახოთ მოსახლეობას, ოპოზიცია, მოდი ახლა ვილაპარაკოთ ძალიანად ოპოზიციაზე, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გვაქვს გაკეთებული და ვაპირებთ ამ ქვეყნის სამსახურში ჩადგომას და არ ვაპირებთ სახელმწიფოზე მიტაცებას. ეს რწმენა არსებობს ნამდვილად იმ მაგიდის გარშემოც რომელიც გაშლილია არ ვიცი მე ლეიბორისტული პარტიის ოფისში ნამდვილად რა ეხა 6 თვით მე და გიგი არ ვსაუბრობთ კაცო
ბოკერიას რომ მოხედავდი ვცდილობდი რომ ისე დამდგარიყავი რომ არ მივსალმობოდი და ისეც იგივე ვცდილობდი 6-7 თვის ჩვენ სალამის არ ქონდა ერთმანეთთან მართლა ისეთი რამე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა რომ ყველა დაგვაწუნა რომ ან ეს ქვეყანა გადარჩება ჩვენი მეცადინეობით ან ეს ქვეყანა დაიღუპება ჩვენი რაღაცა ურთიერთ გიშპობით